ქალაქ ლანჩხუთში მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარები, სატუმბის სადგური და აღრიცხვის კვანძები. აშენდება ახალი სათავე ნაგებობა და საქლორო ლატორო. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ქალაქ ოზურგეთში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია, ხოლო ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში წითელი სხივისა და ნაროჯის უბნებისთვის წყალმომარაგების ქსელის სრული მოწყობა. პარალელურად დაბა ურეკში მიმდინარეობს ორი ახალი ჭაბურღილის მოწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თითქმის 10 კვადრატული მეტრის მაგისტრალური მილი და 52 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელი. სატუმბის სადგური, საქლორო რატოები, აშენდება რეზერვუარები და ჭაბურღილები. უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება ქალაქი ოზურგეთისთვის, როგორც მოგიხსენებათ, ქალაქს ამ ეტაპზე გრაფიკით მიეწოდება წყალი პროექტის დასრულების შემდეგ, რასაც ვარაუდობთ 2025 წლის ბოლოსთვის 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება ქალაქს. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება წყლის აღების სისტემებს, ასევე აშენდება სერვის ცენტრი. აგრეთვე დიდი პროექტი მიმდინარეობს ქალაქ ლანჩხუთში, სადაც ასევე წყალაღების სისტემებს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა და აშენდება სერვის ცენტრის ფილიალი. ჯამში ორივე ქალაქში დაიხარჯება 80 მილიონ ლარად.